მოგესალმებით. მე სალომე დანელია ვარ და ჩემ პოდკასტებში შევეცდები წარმოგედგინოთ თანამედროვე ტრენდები და ის ახალი სოციალური წესები, რომელიც დამკვიდრებულია ან ახლა მკვიდრდება საზოგადოებაში. ასევე შევეცდები ავხსნა მისი წარმოშობის მიზეზები და გავაანალიზო მათი მნიშვნელობა. გასულ კვირას სოცქსელებში ყველაზე განხილვადი თემა იყო ინტერვიუ პრეზიდენტთან. ამ ინტერვიუს მრავალმხრივი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი, მაგალითად პრეზიდენტის არასწორი დამოკიდებულება ცხოველთა უფლებების მიმართ. მაგრამ რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ეს იყო ჟურნალისტის მხრიდან პროტოკოლის არცოდნა. თანაც ისე, რომ აქეთ ადანაშაულებდა სხვას. ეს ვინა გიხსნათ, რომ პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში სტუდიაში არ არა, პირდაპირ ეთერში როგორ არ შეიძლება. ეს არის პროტოკოლის წესი. არ ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა რამე განსაკუთრებულ შეცდომას აღწერს. ეს ჩვენი ყოველდღიურობაა ქართულ ჟურნალისტიკაში. საკითხების არცოდნა, ფაქტების გადაუმოწმებლობა. ეს ჩვენი მედიის ფუნქციონირების მექანიზმია. ამის საპირისპიროდ შეგვიძლია ავიღოთ ამერიკული კომედიური პლატფორმის Funny or Die-ს პოპულარული იუმორისტული გადაცემა, სადაც წამყვანი ზაკ გალიფიანაკისი ინტერვიუს წერდა ცნობილ ადამიანებთან, ერთ კონკრეტულ სტუდიაში დაწყებული ბრედ პიტით დამთავრებული ჰილარი კლინტონით. ერთ-ერთ ეპიზოდში, სადაც მაშინ ჯერ კიდევ ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჰყავდა სტუმრად, მთელი გადაცემის განმავლობაში მაყურებელს ექნებოდა შთაბეჭდილება, რომ გადაცემის ჩაწერა მიმდინარეობდა შოუს სტუდიაში. გადაცემის დასასრულს მაყურებელმა იხილა, რომ ეს იყო სტუდიის დეკორაცია, რომელიც აწყობილი იყო თეთრ სახლში. ეს კარგი ილუსტრაციაა იმის საჩვენებლად, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და რამდენად ცხადია პროტოკოლის ცოდნა მსგავს საკითხებში. ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ სხვა უამრავი მაგალითი და საერთოდაც შორს რომ არ წავიდეთ, აქვე გვაქვს ხურვალეთის შემთხვევა, როდესაც მედიას სივრცეში გაჟღერდა ურთიერთსაპირისპირო პოზიციები, სადაც სახელმწიფო ამბობდა ერთს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იგივეს, ხოლო სხვადასხვა მედია საშუალებები გადაუმოწმელ ფაქტებს ავრცელებდნენ. შესაბამისად, დღეს მინდა გესაუბროთ ერთ-ერთ თანამედროვე ტრენდზე, ანთაც ახალ სოციალურ წესზე, რომელიც გულისხმობს კომპეტენციის და პასუხისმგებლობის არქონეს მედიას სივრცეში. თუმცა ეს წესი და ტრენდი რა თქმა უნდა ცდება მედიას სივრცესაც და ზოგადად საზოგადოებაში აზრის გამოხატვასა და ინფორმაციის გავრცელებასაც ეხმაურება, გადაუმოწმებელი წყაროებისა და არასწორი ფაქტების გამოყენების საშუალებით. აღნიშნული ტენდენცია დაიწყო საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, როდესაც ლიბერალური წესრიგი მოგვაწოდა უალტერნატივო ქცევის ნორმად. შესაბამისად, ყველა სხვა მისი საწინააღმდეგო ხედვა აღიქმებოდა როგორც საბჭოთა გადმონაშთად, ან არაპროგრესულ აზრად. ლიბერალური დღის წესრიგი თავის პოზიციებზე, არაკომპეტენტურობაზე, არცოდნასა და გადაუმოწმებელ ფაქტებზე როგორც წესი პასუხს არ აგებს, რადგანაც ვინც მათ პასუხი უნდა მოთხოვოს, მათი წარმოდგენით არის ბნელი, ტრადიციული ღირებულებების დამცველი. ესენი კი ახალი ღირებულებების შემქმნელები არიან. შესაბამისად, რა სწორი ფაქტობრივი ცოდნაც არ უნდა გააჩნდეს ეგრეთ წოდებულ კონსერვატორს, მისი პოზიცია საწყისშივე მცდარია. აღიქმება არაპროგრესულად და ართმევს ლეგიტიმაციას. აი მაგალითად, ჟურნალისტმა შესაძლოა ისაუბროს ენის საკითხებზე, ენის პალატის შესახებ, ქართული დამწერლობის საჯაროდ გამოყენების საკითხებზე და ასე შემდეგ. ისე რომ არ ფლობდეს ლინგვისტურ თეორიებზე ცოდნას. ამ დროს მაგალითად გააკრიტიკებს ლევან ღვინჯელი ამის პოზიციას, მაგრამ მის ცოდნასა და კომპეტენციას გადაწონის კონსერვატიული, ტრადიციული შეხედულებები და შესაბამისად მისი აზრით ხდება არაპრესტიჟული. ასევე შეგვიძლია ამ მიდგომის მეორენაირი ვარიანტიც ვნახოთ, სადაც ჟურნალისტს შესაძლოა შეეშალოს ან არასწორად თქვას რაიმე სექსუალობის ან გენდერის საკითხებში და როდესაც მას გააკრიტიკებენ, შეუსწორებენ, იგი მზად არის ბოდიში მოიხადოს. არ ვფიქრობ, რომ ეს ცუდი მიდგომაა, ზუსტადაც ასეთი უნდა იყოს შესაბამისად რეაგირება და არა მხოლოდ პრესტიჟული ჯგუფებისგან მითითებული შეცდომების გათვალისწინება უნდა მოხდეს. არამედ სხვა ჯგუფებისგანაც, იმიტომ რომ შეცდომაა. ანდაც შეგვიძლია გავიხსენოთ ჟურნალისტური არაკომპეტენტურობის სრულიად განსხვავებული კლასიკური და უკვდავი მაგალითი იმედის მოდელირებული ქრონიკის სახით, სადაც ჟურნალისტიკური ეთიკა სრულიად იგნორირდა, მედიის უპასუხისმგებლობა ნათლად გამოჩნდა და ასევე ნათლად გამოჩნდა, როგორ შეიძლება საწინააღმდეგო პოზიციას და მის მომხრეებს საერთოდ არ აღიარებდე და მათი რეაქცია არაფრად მიგაჩნდეს. რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ახალ გორის რაიონში დისლოცირებულმა რუსეთის რეგულარული არმიის დაჯგუფებამ და სატანკო ბატალიონმა სრული სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა, არ არის გამორიცხული, რომ მათ გეზი დედაქალაქისაკენ აიღო. ამ ტენდენციის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო ჩვენმა პერიფერიულმა მდგომარეობამ. ჩვენ არ ვქნით პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ ტრენდებსა და წესებს და ისინი მოგვიწოდება დასავლური ინსტიტუტებისაგან. ამის კარგი მაგალითია ედვარდ საიდი, რომელიც თავის ნაშრომს ორიენტალიზმის შესახებ იწყებს შემდეგი შეკითხვით: თუ როგორ აღიქვამდა ეგვიპტელი სამყაროს, რომლის ბრიტანელის თვალით ხედავდა მსოფლიოს, ანუ ბრიტანული კოლონიალიზმის თვალით აფასებდა ნორმებს და ღირებულებებს, ეგრეთ წოდებული ბრიტანული სტანდარტებით. აი ესაა კოლონიალიზმის და პერიფერიულობის მდგომარეობა, რომელიც ჩვენთანაც იგივენაირად ხორციელდება. ჩვენც სამყაროს დასავლური ინსტიტუტების თვალით ვაღვიქვამთ, თუმცა ერთი განსხვავებით. დასავლურ
საზოგადოებაში მკაცრად არის გაწერილი ინფორმაციის მოძიების, წყაროს გადამოწმების, ცოდნის ვალიდურობის საკითხები, ხოლო ქართულ კონტექსტში ავიღეთ მხოლოდ ფორმა და გამოვაკელით შინაარსი. ანუ ის სირთულე, რითიც ფორმა იძენს მნიშვნელობას. და ბოლოს, ჩვენ ცვალებადი სამყაროს შვილები ვართ, ანუ ადამიანები, რომლებიც მსოფლიოს ცვლილებებს ყოველ 10 წელში ხედავენ, თანაც ფუნდამენტურს. შესაბამისად, ლიბერალური აზრი აღარაა ისეთი აბსოლუტური, როგორც 90-იან წლებში იყო, ფუკუიამას ისტორიის დასასრულის სახით. და ეს ტენდენცია საქართველოში შემოდის. ჩვენთან უკვე ჩნდებიან სხვადასხვა ინტერეს ჯგუფები, ჩნდება სხვადასხვა იდეოლოგიები და ასე შემდეგ. შესაბამისად, მომავალი მრავალფეროვანი მედია სივრცის და მრავალფეროვანი საჯარო სივრცისაა.